იტალიელი ლეგენდარული მსახიობი ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის ობიექტივში ფოტოები, რომლებიც იური მეჩეთელმა 1988 წელს საქართველოში მარჩელო მასტროიანის სტუმრობის დროს გადაიღო, საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი. გამოფენა იტალიური კინოს კვირეულის ფარგლებში იმართება და მიზანი იტალიური კინემატოგრაფიისა და კინოინდუსტრიის პოპულარიზაცია. უნიკალური ფოტომასალა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. ფოტოებში ლეგენდარული მსახიობი ცნობილ ქართველ რეჟისორებთან ერთადაა გადაღებული. ღონისძიებას ორგანიზებას იტალიის საელჩო უწევს, სწორედ იტალიის ელჩმა გახსნა გამოფენა, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება. მართლა არაჩვეულებრივი გამოფენა გამოვიდა. მარჩელო, ასე ქვია ფოტოგამოფენას, რომელიც ასახავს იტალიური კინოს ვარსკვლავის მარჩელო მასტროიანის ვიზიტს საქართველოში. ეს იყო 1988 წლის მარტში. იური მეჩეთელმა ასახა ეს უნიკალური კადრები და გამოფენის კურატორი არის ლიკა მამაცაშვილი. გამოფენა გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით და ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს და ნახოს, შესვლა არის თავისუფალი. დიდი ბედნიერება ხდაწილად, იმიტომ რომ მარტში 88 წლის მარტში ჩამოვიდა. ეს იყო დაპატიჟება ელდარ შენგელაის დაპატიჟებული იყო ელდარ შენგელას მიერ და ჩამოგვივიდა, მოკლედ დავსდებდი 1-3 დღე ვიყავით სერგო ფარაჯანთან, გორის მუზეუმში, სტალინის მუზეუმში, კინოსტუდიაში, ელდარ შენგელაის სახლში და ეს იყო ფანტასტიკური მოგზაურობა. იხარია, რომ შეგვიძლია აღვნიშნოთ იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეული. ჩემი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ მარჩელო 1988 წელს საქართველოს ესტუმრა და მას მერე რაც მივაკვლიეთ ამ ფოტოებს, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა იური მეჩეთელმა გადაიღო, დაუკავშირდით ლიკა მამაცაშვილს, რომელმაც კურატორობა აიღო საკუთარ თავზე და შეუქმნით ასეთი გამოფენა.